Sanktsiები მოდის მოემზადეთ. ეს ჯო ვილსონის გზავნილია. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა პლატფორმა X-ზე ავტოკრატიული რეჟიმების ლიდერების სია გამოაქვეყნა, რომლის პირველ ნომრად ბიძინა ივანიშვილი ჩაწერა. ქართული ოცნების დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ტერორისტული ორგანიზაციისა და ავტოკრატიული რეჟიმების ლიდერების გვერდით დაასახელა. ივანიშვილი, მადურო, ხამენეი, ომის დამნაშავე პუტინი, კიმ ჩენ ინი, სი ძინპინი, ალ-ბადრის ტერორისტები. Sanktsiები მოდის მოემზადეთ. ჯო ვილსონმა პოსტი შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტის ინაუგურაციიდან მალევე დაწერა პლატფორმა X-ზე. კონგრესმენმა არალეგიტიმური ხელისუფლების პრემიერსაც უპასუხა, რომელმაც ტრამპს მიულოცა. ჯო ვილსონი აანონსებს, რომ სანქციები არც ირაკლი კობახიძეს აცდება. ივანიშვილის არალეგიტიმური მარიონეტი პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ ტრამპის მეგობარი არ არის. ის ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანის რეჟიმის პაიკია და ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების სიაში მალე აღმოჩნდება. საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი და ამერიკის შეერთებული შტატების მეგობარი სალომე ზურაბიშვილი იყო ინაუგურაციაზე. სანქციები რომ გარდაუვალი ამაში დარწმუნებული არიან ოპოზიციაშიც. მათი შეფასებით ივანიშვილი და მისი გუნდი პასუხს აგებენ იმ დანაშაულზე, რაც ქართველი ხალხის წინაშე ჩაიდინეს. პოლიტიკოსების თქმით, უკვე ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ სანქციები გაფართოვდეს და ეს ოლიგარქის რეჟიმმაც კარგად იცის. ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ დემოკრატიის მხარდაჭერა არის ამერიკის ამოცანა, მაშინ, როდესაც შეკავება იმ რეჟიმების, რომლებიც უპირისპირდებიან თავისუფალ სამყაროს, არის ასევე მათ მიერ გაცხადებული ამოცანა. ეს ნიშნავს იმას, რომ გაიზრდება მხარდაჭერა ქართველი ხალხისთვის და გაიზრდება წნეხი იმ რეჟიმზე, რომელსაც დღეს რუსეთის მარიონეტულ რეჟიმს უწოდებენ ვაშინგტონში. ამერიკამ დაიწყო სანქციების პირველი პაკეტი, მერე მოაყოლა მეორე და იქნება მესამეც უკვე ივანიშვილის ბიზნესებისთვის SWIFT-ის გათიშვა და მათ შორის ივანიშვილის. ეს არის თავარი გზა, ერთ-ერთი მთავარი გზა, რომელსაც მივყავართ არჩევნებამდე, ახალ არჩევნებამდე, ვინაიდან ივანიშვილს სხვა გზა აღარ იქნება, იმიტომ რომ მისთვის მთავარი ყოველთვის იყო ფული და ახლა ეკარგება ფული. საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატზე, ადამიანების მშვიდობიანი მოქალაქეების სისტემურ ძალადობაზე, მოქალაქეების სისტემურ ძალადობაზე, საქართველოს კონსტიტუციიდან გასვლაზე, დემოკრატიის უკუსვლაზე, ყველა ამ სისტემურ დანაშაულზე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობები უკვე დაწყებულია ეს პროცესი და პასუხისმგებლობები აუცილებლად პერსონალური იქნება. ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს ორპარტიული კონსენსუსი ჩვენ ქვეყანასთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე და ეს კონსენსუსი გულისხმობს იმას, რომ ივანიშვილის რუსულ დიქტატურას არავინ არ მიიღებს ვაშინგტონში და ამისთვის გატარდება მკაცრი, ასე ვთქვათ, სანქციების პოლიტიკა. სანქციები ადასტურებს, რომ დასავლეთი ქართველი ხალხის მეგობარია, ასე ფიქრობენ პოლიტიკის ექსპერტები. ეკონომიკური სფეროს სპეციალისტები კი იმ მძიმე რეალობაზე საუბრობენ, რაც სანქციებს მოყვება. მათი შეფასებით, დემოკრატიული ქვეყნებიდან არავინ ისურვებს იმ ქვეყანაში საქმიანობას, რომელსაც არალეგიტიმური და დასანქცირებული ხელისუფლება მართავს. ეს რეალობა ანალიტიკოსების თქმით ქართულმა ოცნებამ შექმნა, რომელიც აზიანებს ქვეყნის მომავალს. დასავლეთმა კი სანქციებით იძულებითი ნაბიჯი გადადგა. ანალიტიკოსები შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვას ქართული ოცნების პირობებში გამორიცხავენ, გამოსავლად ახალ არჩევნებს მიიჩნევენ. სპეციალისტები ასევე ფიქრობენ, რომ ახლა მნიშვნელოვანია ქვეყანას დასავლეთში ძლიერი მოკავშირეები ჰყავდეს. ქვეყანა დღეს უნდა ვაშინგტონში მუშაობდეს აქტიურად იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის დღის წესრიგის პოზიტიური ნაწილი. მიხდით, ანუ ქვეყანა უნდა ვითარდებოდეს, ქვეყანა ამ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში ძლავრი პარტნიორების მოკავშირეების გარეშე გაუჭირდება თავისი დამოუკიდებლობის შენარჩუნება. ხედავთ ტენდენციებს დამოუკიდებლობას, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების, იგივე ბრიტანეთის, პირდაპირ ხელს იშორს ეს მხარე და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს აბრალებს პრაქტიკულად რუსეთის გავლენის გატარებას. თუ ჩვენ აღმოჩნდებით იზოლაციაში, თუ ჩვენი იურისდიქცია დაკვალიფიცირდება როგორც არასათანადო იურისდიქცია, პირველ რიგში ეს ფინანსური სექტორის მოთამაშეებისთვის არის რეპუტაციული ზიანის მომტანი. შესაბამისად, ჩვენ დავკარგავთ იმ ინვესტორთა წრეს, რომლისთვისაც ეს რეპუტაცია და კარგი რეგულირება და უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი.
დასავლეთს დღეისათვის ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული 150-ზე მეტი პირი ყავს დასანქცირებული. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს სია გამოაქვეყნა. შავსიაში მოხვედრილთაგან 45 პირის ვინაობა უკვე ცნობილია. დანარჩენებზე ანონიმური სავიზო შეზღუდვებია დაწესებული. სიის სათავეშია ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ეკონომიკური და ფინანსური შეზღუდვები დაუწესა სავიზო შეზღუდვებთან ერთად. სავიზო სანქციები დაუწესეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმაც. ასევე ეკონომიკური და ფინანსური სანქციების ქვეშ მოექცა შინაგან საქმეთა მინისტრიც, რომელსაც არა მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ, არამედ დიდმა ბრიტანეთმაც შეიყვანა სანქცირებულთა სიაში. დემოკრატიული ქვეყნები შავსიაში მოხვედრილ 150-ზე მეტ პირს სანქციებს მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი დარბევის, დემოკრატიისათვის ძირის გამოთვლის, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების, საქართველოში რუსული ინტერესების გატარების, არჩევნების გაყალბების, კორუფციის, პროპაგანდისა და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლის გამო დაუწესა. ქართული ოცნების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ სია გაფართოვდება.